მტკივნეული და რთული თემით, რაც შეეხება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთთან ამას საერთოდ ანალოგია არ აქვს. აგერები იურისტები ხართ და არ არსებობს ნება. დინამო თბილისის 91 წელს სტასიროა იყო ნახევარი გუნდი ტორპედო ქუთაისიდან იყო გადმოყვანილი და თითქოს მაყურებელს უფრო აქვს მოლოდინი რომ წარმატებას მივაღწევ. სისხლის სამართლის იქნება თუ ადმინისტრაციული რაღაც საჯელის მუქარა არის ხო? მტკივნეულია ეს ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მაინც საფეხბურთო ქვეყანა ვართ და არ არსებობდა ქართული ფეხბურთი აქტიურად ხო? ის დონე, ის თამაში, ისეთი ჩემპიონატი იყო, რომ კალათბურთზე მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით ჩვეულებრივ, მაგრამ ფეხბურთის წამსვლა იყო დღესასწაული ჩვენთვის. ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი ყავს. და მოუგე თბილისში. და ეხლაც მოუგე. ჩამარა მატრიან კი ბატონო, ეხლაც მოუგე 4-1 ხო? იქ. შეხედეთ რა არის მიქაილ დაძეგა ხო? აღმოაჩინეთ. აი, კინკლაძის დაუბარასაც კი აროლაძეების კეცბაია რო მე კალაძე კობიაშვილი ქართული ფეხბურთელების რამდენად ყოფილი ხართ უკვე არსებული ტრანსფერების. მამარდაშვილის ტრანსფერზე მოყიდო რა შეიძლება იყო პოტენციალი მის აქ კოჩორას გოლზე ვაფრით ყიფიანი გამახსენა მე რომელიც აუგდო მაგას ხო აი ეს ამე უცნაური პუნქტი თუ ქონდა ფეხბურთელის მაგალითად კონტრაქტში თორე გაიხედა და ზის ნემსე ვერზე უნაგირი უყოს და სულ ახლახან ჩატარდა განახლებული ფორმატით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. გენმოდიფიცირებული ფეხბურთი მივიღოთ აი სილკის სამოუ გეგმებიც თუ შედის უთხრათ კი არ არის მისი ადგილი მარჯვენა მხარეს მაგრამ კეცბაია უნდა აჰა მე აწევ სიგურნა უყურებს მას გაცემს პროგრამა თუ დამაინტერესა მაშინ რა ქვია ტრანსფერში მე მესადენება ვის მივმართო და სად მოვიდე მოგესალმებით, გრძელდება ჩვენი პოდკასტების სერია ბიძინა ჩხეიძესთან და გივი კაკუშაძესთან ერთად. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი სამართლის ექსპერტი, რათა არ გამოგჩეთ სიახლეები. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბიძინა ბარათაშვილი და ლევან სალუქვაძე, ყველასათვის საყვარელი სპორტის კომენტატორები და შემოგთავაზებთ ნაკლებად სამართლებრივ, თუმცა ძალიან საინტერესო პოდკასტს. მოგესალმებით, მადლობა სიხდით მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ გამონახეთ ამ ცხელზაფხულში დრო და მოგესტუმრეთ, ძალიან სასიხარულო ეს ფაქტი ჩვენთვის. როცა ვიწყებდით მე და გივი ამ გადაცემის გაკეთებას, მიხედავთ იმისა, რომ თემატიკურად განსხვავებული არის, აუცილებლად გვინდოდა რომ ფეხბურთზე ჩაგვეწერა ერთი ეპიზოდი და თქვენზე უკვე სტუმრებს ამ თემაზე სასაუბროთ ფიზიკურად. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დიდი მადლობა ახლა ჩვენ განებურებული ვართ სტუმრობებით ამ თემაზე, მაგრამ ამ განხრის გადაცემაში თუ საინტერესო გავხდით, ესე იგი მართლა კარგად მუშაობთ. იო კითხოს დავიწყებ ყველაზე ალბათ მტკივნეული და რთული თემით, რაც შეეხება ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ბოლო პერიოდში ისტორიულ მინიმუმზე ჩავედით 52 ადგილზე ვართ UEFA-ს რეიტინგში. და ბატონო. აი რამ განაპირობა ეს რატო გვაქვს ასეთი რეგრესი და რატო ვერ აუწყო ნაკრებო ფეხბურთის განვითარებას ფეხი საკლუბო ფეხბურთის განვითარებას. იცი რა დავიწყოთ იმით რომ ხა მარტო ჩვენი პრობლემა არ არის ის რომ თქვათ სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი განსხვავებულ ლიგებშია და განსხვავებულ დონეზეა განვითარებული ხო ბევრია ასეთ ქვეყანა სადაც თქვათ სანაკრებო ფეხბურთი უსწრებს შიდა ჩემპიონატს იგივე სკანდინავიის ქვეყნები რო იყო და ეს ისტორიულად თქვათ ისეთ ქვეყნები რომლებიც ჩემპიონატებშიც არ არის დიდი ფული როგორც წესი ახერხებენ ახლა რაღაც 11 კაცის შეკრებას ან თქვათ ცოტა უფრო მეტის ვის როგორ და შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს დაუშვათ სანაკრებო დონეზე. იქაც განსხვავება ვიღაცას ძალიან დიდი წარმატება, ვიღაცას ნაკლები, ხო? იგივე ხორვატია რო ავიღო ჩვენ მაგალითისთვის, ხო? მე სკანდინავიის სამთავრობო დავანებოთ სადაც სამოყვარულოა ფეხბურთი რეალურად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ზაგრების დინამო თითქმის პირველივე ამ საუკუნის ყოველ შემთხვევაში დასაწყისიდან მუდმივად მონაწილეობდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე იყო ძალიან დიდი ხნის მანძილზე აბსოლუტურად მოუგებელი გუნდი, ანუ გუნდი, რომელზეც ვერაფერს ვერ იგებდა და ვერცად თამაშს თავის სასარგებლოდ ვერ ამთავრებდა. მაგრამ ეს მე ამას იმიტომ არ ვაბარგებ, რომ გავამართლო ის რაც ხდება ქართულ ფეხბურთში. ქართულ ფეხბურთში ამას საერთოდ ანალოგია არ აქვს. ჩვენ დღეს შემეშინდა, მე მგონა რომ ამართლე. არა. ჩვენ დღეს ვასწრებთ ორ ქვეყანას,
სან-მარინოს და ანდორას უელსის და წინ ვარ ანდორას ამ ორს და გვასწრებს უელსი, რომელსაც ჩემპიონატი არ აქვს. ფაქტობრივად არ აქვს ჩემპიონატი, უბრალოდ აქვს ჩემპიონატი, მაგრამ ქვეყანა, რომლის გუნდებიც, საუკეთესო გუნდებიც თამაშობენ ინგლისის დაუშვათ შედარებით დაბალ ლიგაში, ხო? ლიხტენშტეინი, რომლის გუნდებიც, ვთქვათ, მონაწილეობენ შვეიცარიის მეორე ლიგაში თამაშობს, ხო, რაღაცა 8-20 და შემდეგ. ანუ თვითონ ქვეყნის ტერიტორიაზე ხო აღარ ლაპარაკობ და მოსახლეობაზე ხო ახლა გვასწრებს გიბრალტარი, რომელშიც ნუ ახლა რაღაც არ მინდა კარიკატურული ის გამომივიდეს, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის თემა, დიდად სახომარო, მაგრამ მე გიბრალტარზე როცა ლაპარაკობ, ხო, ვინც არის ნამყოფი, ხო, იქ ანდალუსიიდან იოლი აქ ჩავსვლა თუ გაქვს ბრიტანეთის დაუშვათ ვიზა. თვითმფრინავი მიფრინავს ფაქტი, ანუ ასაფრენი ბილიკის ადგილი არა, ფაქტობრივად ზღვიდან იღებს სტარს თვითმფრინავი. მაიმუნები ყავთ ბევრი ამითია ცნობილი დაუშვათ იქ მასე, ხო, ბევრს გინახავთ ალბათ იგივე ტელევიზიით, მაშინ ადამიანების რაოდენობა ვთქვათ, დიდად განთქმული ეს ქვეყანა არ არის და არც ფეხბურთელების, რომლებიც მეტწილად შემთხვევით არ მითქავს ანდალუსი, ესპანელები არიან იქიდან ჩამოსული, თანაც ისინი, ვინც ვერ ხვდება ვერსად. პლუს ინგლისელები, რომლებიც კიდევ უფრო დაბალი დონის არიან, ხო? აი ამ ქვეყნებმა გაგვასწრებს. რატო ხდება ეს? ალბათ იმიტომ რომ არ არსებობს პროგრამა განვითარების. მე არ გულისხმობ იმას, რომ თქვა სახელმწიფო ყოველწლიურად რაღაც თანხებს კი ბატონო დიდი ხანია არსებობს ეს ფონდი, რომელიც აფინანსებს. მენეჯმენტშია მთავარი პრობლემა მაგას ამბობ. იცი მე მგონი მენეჯმენტსაც არ არის ლაპარაკი. მე მგონი არ არის გაწერილი სად უნდა მიდიოდეს ეს ფული და რას უნდა ხმარდებოდეს, რომ ფული არის. და არ მგონია მე რომ ბევრად ნაკლები იყოს ვიდრე მთელ რიგი იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენ გვასწრებენ. მე არ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ახლა ხარჯავთ იმდენს, ამდენსაც ვთქვათ ტოპ სახელმწიფო. ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ვთქვათ ისლანდიურ ლიგაში ან სადღაც ვთქვათ რომელიმე ბალტიისპირეთის ქვეყნებში იმაზე მეტი ფული ხარჯებოდეს შიდა ჩემპიონატის დასაფინანსებლად ან ვიდრე თქვათ ეს არის საქართველოში, მაგრამ ნუ ჩამოწას აბსოლუტურად გაუგებარი ხალხი ლეგიონერები, რომლებიც ანუ ლეგიონერი, რომელიც ვერ ხვდება საქართველოს გუნდის საერთაშორისო შეხვედრაში, აბსოლუტურად გაუგებარი რისთვის არის ჩამოსულია, ხო? ან რაღაცა ყავლგასული ფეხბურთელები, ხო, რომლებიც კი ბატონო ახლა ყოფილა შემთხვევიდან ლევანი მუშაობდა მაშინ, როცა ზელიში ყავდათ მაშინ დინამოში და რაღაც ყვალი მათმა დაამჩნიეს, მაგრამ სახო ჩამოვიდა აქ მაგალითად, ხო? სად არის ახლა ამდენი თანხა რასაც ამბობენ, მე არა ვარ ჩახედო. ხო, იცი რა, სახელი და გვარი დღეს ფეხბურთში მუშაობს, როგორ არის მუშაობს იმ ახლა სამხრეთ ამერიკას რო გადახედოთ, ყველგან 40 გადაცილებული ფეხბურთელები ყავთ, ოღონდ რაში ეცი განსხვავება, როცა როკა სანტა-კრუსი ჩადის თავისი ქვეყნის გუნდში და თავისი აუდიტორიის წინაშე თამაშობს, ის პატივს მიაგებს და მადლობას უხდის თუ ვალს უბრუნებს იმ თავის აღმზრდელ ქვეყანას და იმ გულშემატკივარს აყრევიებს და 53 წლის ასაკში, რომელმაც მას მთელი ამ კარიერის მანძილზე უკრა ტაშიდა. სახოს რა უნდა ქონდეს საქართველოში გარდა ფულისა, რა ინტერესი უნდა ქონდეს საერთოდ, ხო? ამას ზოგადად იხარჯება თანხა ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად არასწორი ბიზნესიც დიდად არ არის ამით დამოკიდებული. მე გავიზიარებ ბიზნეს ამ ნათქვამს და კიდევ უფრო დავამძიმებ ახლა, იმიტომ რომ გეტყვით მე არ არსებობს გეგმა მენეჯმენტი, ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ თავარი რაც არის, ჩემი აზრით ახლა აგერ იურისტები ხართ და მოგეხსენებთ რაღაცას რო იტყვი, მე ვარაუდია ეს ჩემი მათთვის ვინც შემოდევებას აპირებს. არ არსებობს ნება. თავარი ეგ არის. განა ის რომ უნდათ და ვერ გადიან და უნდათ და ვერ არ უნდათ ეს გასვლა.
და იმიტომ რომ როგორ გითხართ ბაყაყების ქვეყანა ფეხბურთში ჩვენთან ბაყაყს რო ჭაობი დაუშრო და აუშენო რა ქვია კარგი გაზონი და კარგი ოაზისი შეუქმნა ხო ვერ გაძლევს იმას უნდა ჭაობში უნდა ცხოვრება რომ იქ იყიყინოს და კარგად კომფორტი ჩვენთან ფეხბურთში მუშაობენ დიდი ნაწილი ყველა შეურაცხყოფას არ ვაყენებ ძალიან ბევრი პატიოსანი და გულანთებული მაგრამ მეტის წილი საკლუბოში მე ფედერაციას ახლა არ ვეხები არიან ბაყაყები რომლებსაც უნდა ჭაობაში სხდომა და აი თავისი დივიდენდების იქიდან მიიღება როგორც კი ეს ჭაობი დაშრება ქართულ ფეხბურთში ეგენი უმუშევრები იქნებიან და არავის არ დაჭირდება უამრავი ფაქტები არის ხა იქ რომ რო არ დავიწყო იმიდან რა ქვია შეკრებაზე წასვლიდან დაწყებული რომ ვიღაცა ბალკანელი ცოტა ადრე 6 თვით ადრე იყიდის თურქეთში რაღაც ნაკლებად სერიოზულ საშეკრებო ტერიტორიას ცუდი ხარისხის მოედნებით შედარებით და იქ გადახდილი აქვს იაფი და 6 თვეში ზვირდება და მე გვაძლევს ჩვენ და ამ მარჟას რო იჭერს სხვაობას იქიდან რაღაც წილს უხდის სავარაუდოდ იმას ყოველთვის სავარაუდოდ არის ასაც ვამბობ იმას ვინც იმ კლუბში გადაწყვეტილებას იღებს რომ იქ წავიდეს გუნდი და არ წავა იგივე თანხა მე რო ნახე თანხები რასაც ეგეთ ადგილებში დადიან ჩვენი გუნდები შეკრებაზე მარბელაზე წახვალ და ბაზელს რაპიდს და რა ვიცი მე შტუტგარტს შეხვდები ამ ხანაგურ თამაშებში თუ მოინდომა და წახვალ იქ და რაღაცა ოლექსანდრია და რაღაც ტრაქტორ მასში და რაღაცებს ეთამაშებიან გაუგონა გუნდებს რატო იმიტომ რომ ისიც კმაყოფილია ესეც კმაყოფილია ყველა კმაყოფილია ჩამოვალთ მერე და გვინდა რომ რაღაცა სასწაულები ვახდინოთ უამრავი ფაქტი არის მეგობრებო ისეთი რომ სწორად მუშაობა აი ყოველთვის ვამბობ ბიძინა მიცის რომ ხან ფედერაციაში ვიყავი ფეხბურთის ხან დინამოში ორჯერ ვიყავი მათ შორის ერთხელ წამყვან პოზიციაზე აგერ ხა ხელბურთის ფედერაციაში ვარ და ვახომე იფარია ჩემ მეგობარს ვინც პრეზიდენტად იყარა კეჭი დიდი მადლობა რომ აი ეს რასაც ვამბობ დამიმტკიცა იქ მუშაობის პერიოდი სულ მეგონა ხო ვიგონებ და სისულელია თუ სწორად მუშაობს კლუბი წარმატება ან სპორტის წარმატება მოდის 30 წელი ჭაობში იყო ქართული ხელბურთი კიდე უარეში ვიდრე ხა ფეხბურთია 5 წელიწადში ხალხო ორჯერ გავედით ევროპის ჩემპიონატზე რატო იმიტომ რომ ხელმძღვანელმა ამ შემთხვევაში ვახტანგ ვეიფარელმა გამოიჩინა კეთილი ნება რომ ჩვენ გვინდა გავიდეთ ევროპაზე და ამისთვის რას გავაკეთებთ ვიმუშავებთ სწორად ფული მოგვემატა რა ვიცი ჯემალ ცერცვაძე დაიბადა ახალი თუ რა მოხდა არაფერი ვინც იყო ისინი დარჩნენ იყო ნება და იყო სწორი მუშაობა რომ აი აქ შეკრებაზე იქ ჩავაცვით იქ დავახურეთ იქ რა ვიცი მე დღიური ფული მივეცით ის ვქენით სწორი ვარჯიშები წარმართეთ და გაგვიმართლა ერთხელ მეორეჯერ არ გაგვიმართლა ესე იქნება ფეხბურთში და აი როცა სწორად იმუშავებს ეს არ არის პანაცეა რომ ყოველთვის გახვალ ლატვიის საფეხბურთო სკოლის გუნდი რომელიც სკოლის ფიზკულტურის იმის დარბა მოედანზე თამაშობს 300 კაციანზე და ჯგუფში გადის და ისლანდიის გუნდი და ფარერების რა ქვია გუნდების სახელები ვისწავლეთ ჩვენ რო ხვდებიან იმიტომ რომ გაგონილია მყავდა შეიძლება სოფეთის და აზერბაიჯანის ყველა გუნდი იყო ყოველ წელს ორ-ორი გუნდით გასვლა დაიწყეს და შენ ვერ გადიოდე და ეს მითი რომ იცი რა იქ ფული აქ არა ეგ იგივეა რომ ადრე როგორც იყო სანამ ნაკრები გავიდა ლუქსემბურგს რატომ უნდა მოუგოთ იქ ცხოვრები მშპ უფრო მაღალი რაღაცის სურვილი არ არის ფულზე ესტონეთის ჩემპიონ გუნდს ქუჩაში გაჩერებული 15 ქართველი ბიჭი რო წაგეყვანა თავის ტოლებს უგებდა ესე იყო ყოველთვის ესე არის დღესაც ნებისმიერი 15 ბიჭი შეკრიბე რამე სკოლაში უნდა მოუგოს მაგრამ რაღაცა სხვაშია საქმე ხა როგორ გადის ხა ის ლევადია და ის რა ქვია პაიდე თუ ვიღაცა როგორ უნდა გიგებდეს პაიდე ნახე აი იქამდე არ გამიგონია საერთოდ მე ვფიქრობ არსებობდა და მერეც არ გამეგონებდი ეხლა გავიდა აიკლა მოუგო 30 კილომეტრი მაგას იქ ვიყავი შვედეთში ვიყავი მე და პაიდე თამაშობს დღესო და თუ არ წავიდეთ მე თავი დამანებით ხა კიდე პაიდე აქაც პაიდე მაჩვენეთ ახლა კიდე ამაში ანგელოზური ქვეყანაში და მე მაინც ახლა რახან ლაპარაკობდნენ იქ ნუ აი თვითონ აი ახლა მაგას ლაპარაკობთ თორე შვედეთის ჩემპიონატი თვითონ აიქსაც უნდა უგებდეს ქართული თვითონ აიქს უნდა უგებდე ჩვენ და
აი კი პირველი ტაიმის მერე უგებდა 5-0-ს. აი ხო და გავიგე რომ შეიძლება ის შემადგენლობა აღარ არის ხა იმაში, მაგრამ ისე ხო გავიდა იმ რაღაც ევროპაში. თავარი პრობლემა მე რომ მკითხოთ არის ეს ნებაზე, რაში ვიძინამ რო თქვა რომ ეს უცხოელებიო, ხო? მეც დინამოში რომ მივედი იყო ბევრი უცხოელი რა, რომლებიც მაგალითად ყურიე ხო არ გაგიგიათ იქამდე და არც დინამოდე რო წავიდა ხო? ყურიე მე ვიცი, ჩოგბურთელი. ყურიე ჩოგბურთელი მეც ვიცი. ხო და კიდე აღარ ჩამოვთვლი ხა გვარებს რა ვიცი ვინმეს არ ეწყნას და ესენი რომ წავიდნენ და 17-16 წლის აკადემიის ბავშვმა დაიწყეს თამაში ერთ წელიწადში ისე ითამაშეს რომ მერე გაიყიდნენ მერე ეგ ისთაობაა ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ეხა ეგეთი ბიჭები შეიძლება ყვარაცხელია ყოველ წელს არიბადება მაგრამ რა ვიცი ლობჟანიძე, კიტეიშვილი, იქით ლოჩოშვილი ესეთი ბიჭები ყოველთვის არიან აზაროვი, აბუაშვილი ვიღაცები და შენ თუ მოიყვანე ვიღაცა არ ვიცი მე ხა გორის დილაში და ტორპედო ქუთაისში ამდენ ლეგიონერს რომ მოიყვანდა ადგილობრივს არ ათამაშებ ხო ის ბავშვი სად გაიზრდება და იმაში ტორპედო ქუთაისში იმ დღეს ვამბობდი აგერ ბიზნეს უთხარი როგორ დამაჯერებ და ქუთაისში ხა 6-7 წლის ბიჭი არ არის ტორპედოს მაისური ჩააცვა დინამო თბილისის 91 წელს სტასი რო აიღო ნახევარი გუნდი ტორპედო ქუთაისიდან იყო გადმოყვანილი და რა გაბელია შეგელია სულაკველიძე სვანაძე ჭედლიძე მეკარე და რა ვიცი თან ახლა თქვენ რასაც ამბობთ უფრო გამყარდა ჩემი მოსაზრება ასე მგონია რომ თითქოს მაყურებელს უფრო აქვს მოლოდინი რომ წარმატებას მივაღწევთ ვიდრე რომ თვითონ ამ გუნდებს აი თქვენ რაც ისაუბრეთ ახლა ნებასთან დაკავშირებით თითქოს ამ გუნდში უკვე შეგუებული არიან რომ აი რაღაცა ეტაპზე თქვა ერთი გუნდი უნდა შეხვდეთ და მორჩა. კი არა, იცი რა, ნუ უმაღლეს ლიგაში გვაქვს ესეთ მდგომარეობა და ყველასთან აგებს ნებისმიერი ქართული გუნდი ვისაც ხვდება და ხა წარმოუდგენია თვითონ სტრუქტურა რა არის. მე მქონდა დიდი ხნის წინ მართალი ხა ის სიტუაცია ხა არ არის ალბათ აქტუალური ან მოსატანი, მაგრამ უბრალოდ გამახსენდა რაღაც თქვი იმაზე სთან დაკავშირებით ხო რაღაც ასოციაციები მოგდის და ერთ თამაში ვიყავი ქვედა ლიგის აბსოლუტურად შემთხვევით და რაღაც ერთმანეთში აწყობდნენ იქ თამაში ის კულ გადაღებაზე ვიყავით და მსმელი ახოცებოდა რომ კულა მოგვეცით რაღაცას იმას მეორე იმას რა ქვია გუნდის წარმომადგენელს და როგორც ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავთ მიღებული ხდებოდა და იმამთხრა რომ მე ესე ვიღაცას დავპირდი იმას და მე მოგვიგო იმანო და ეს მოტრა თავის ფეხბურთელიდან არის შეხე მოტრა მსმელზეა ლაპარაკი მოუბრალოდ ამათო ვის უნდა მოუგო თავის ფეხბურთელს ლაპარაკობს იმასთან ახლა ხტები გავიგე რომ ეს შეიძლება ძალიან დიდი ხნის ამბავს გეუბნები მე 90-იან წლების ამბავი გავიხსენე მეორე არს მომუშავდით მაშინ და ამაზე გადაცემს აი იურიდიულად საერთოდ სახელმწიფო რაღაცა თანხას გამოყოფს რაღაც ორგანიზაციის სამინისტროზე ან რავი დეპარტამენტზე და ის თანხა დაიხარჯება არამიზნობრივად თან დაიხარჯება თუნდაც მიზნობრივად, მაგრამ შედეგი არ იქნება რა, ცუდად გაკეთება საქმე. ვიღაცები რაღაც პასუხისგებლობის ქვეშ ხო დგებიან არა და არ ვიცი სისხლის სამართლის იქნება თუ ადმინისტრაციული რაღაც სასჯელის მუქარა არის ხო? ეხლა ჩვენ წარმოიდგინეთ ეს ფონდი რამდენის გინდა ვილაპარაკოთ სახელმწიფო არ არის, აბა რა არის? ბიუჯეტია. გადასახადებიდან აკრებილი ფული. ხო და რა, ხო, ეხლა ეგეთ ნიუანსებში ვერ შევდივარ, ფული აიღეს და არაფერში აი, მოდი ჩვენ 4-ზე ავიღოთ მაგალითი, რომ ვიზე ნაკლები ვართ, ეხლა მომეცი მეც 1,500,000 და მითხარი რომ უმაღლეს ლიგაში გუნდი ყავდესო და შეინახო. ჩემი მე სპონსორი მოსაყვანი არ ამყავს და არაფერი ასე ვთქვათ საჩალიჩო არ მაქვს. ეს ფული თქვენ მე მომეცი და მე გუნდი უნდა ყავდეს. ეხლა მე ამ გუნდში ავიღე და რა ვქვია დავინიშნე დიდი ხელფასი და ჩემი ბიძაშვილები ვიცე-პრეზიდენტებად და რაღაც თანამდებობებზე გავაფორმე და შეკრებებზე წავედით ცოლშვილებით და ვივარჯიშეთ წვრთნელსაც ფული უხადე მოთამაშეებს უთხარი რომ ვითომ 10,000 გაქვს ხელფასი დაგიწერ და აქედან 5,000-ები უკან მომიდა. ნუ მოკლედ რა ვიცი ხა ჩემი ყველა თავის გაფუჭებულობის მიხედვით აზროვნებს და ხა თქვათ ეს ვიკადრე მე გავაკეთე ეს გუნდი გავარდა ამ უმაღლესი ლიგიდან ხო არასდროს არ გავარდინა და უცბად გავარდა და
ეხლა რა ხდება, იცით, მე კი არავინ მოვა და რა დასაჭირეთ და რა ისა, კი არაფერს მეტყვი. გავარდა, ეხლა 1.5 მილიონის მაგივრად, რადგან პირველ ლიგაში გავარდი, მოგცევთ 1.200.000. იქ კიდე უკეთესი, იმ ცოტა ძვირადღირებულ ფეხბურთელებს გავუშვებ, თლად ჩემ ბიძაშვილებს უკვე გუნდშიც მოვიყვან. ვითამაშებ შეკრებაზე წავა ხელფასებს დავიტოვებ რა თქმა უნდა ერთ-ორ პრადოს რაღაცას გუნდის სახელზე ვიყიდი ვიკატავებ და გავარდები იქიდანაც რო გავარდები იქიდანაც კიდე მოვა ვიღაცა შემამოწმებს და რამეს კი არ მეტყვის შენ გავარდი 1.200.000 ვერ მიიღებ ეხა მეორე ლიგაში რო ხარ შენ 800.000 და აი ღირსი ხარო გავუშვებ ვიღაცებს ღირსი ხარო კიდე გავარდი შენ ხელფას დავიტოვებ იმ პრადოსაც დავიტოვებ და კიდე გავარდები და მეტყვია რომ არა მე ვეღარ ვარდი არა მესამე და ვარდები მეტყვია რომ შენ ეხა კენ გავარდი არაფერი არ გიქნება უი როგორ მეწყინა ბიჭებო დავეხურო ქუც და წავა აი ამ დღეში ვართ ხალხო გუნდები არის ვისაც არ ჯერა სტატისტიკას შეხედოს რომ აი ესე არიან გავარდნილები და რავი ის ხალხი ვინც ამ დროს იქ იყო არაფერში გადავიტანთ როგორმე ამ სირცხილსო ხო იცი სელიას მეტი სხვა არაფერი განსაკუთრებული რაც წინა წლებში არ მოხდა განსაკუთრებით კიმეულია ეს ფაქტი იქიდან გამომდინარე ხო ჩვენ მაინც საფეხბურთო ქვეყანა ვართ და ძალიან გვიყვარს ფეხბურთი სხვაობით სკანდინავიური ქვეყნებისგან რომლითაც არ არის პრიორიტეტული სპორტი ნოველ პირველი და გულშემატკივარი ევროპის ჩემპიონატზე აგერ ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლად რეკორდები მოხსნით დასწრების ნაწილში არ ტოვებთ უოტფორდის და ლევანტის თამაშებს რომ ქართველი ლეგიონერი თამაშობს და ძალიან ცოტა 10 თამაში წელიწადში რომელიც ნაკრების ყურების შესაძლებლობას გვაძლევს და იმსახურებს ქართველი გულშემატკივარი იმას რომ უკეთესი ჩემპიონატი ყავდეს ნამდვილად თქვენ კიდე პატარები ხარ და მე რა დღეში ვარ და ჩემზე უფროსი თაობა კიდე რომ რომელსაც გვინახავს იცი რა მე აი ამ ევროპის ჩემპიონატამდე და ამ თაობის მოსვლამდე ძალიან ხშირად მეც და ლევანსაც ჩემზე ამტაცილზუსია ხო მაგრამ ჩვენ გვიხდებოდა ახსნა განმარტება ახალგაზრდა ჩვენი კოლეგების მე არ გეუბნება ქუჩაში ვიდე კიდევ ვიღაც ველაპარაკებოდი მეთქი ხო ჩვენი კოლეგებისთვის ამაში ანუ ამ საქმეში მოსული სიყვარულით მოსული ხო რაღაც საქართველოს ქართული ფეხბურთის სიყვარულით ვერ მოვიდნენ იმიტომ რომ არ არსებობდა ქართული ფეხბურთი აქტიურად ხო აი მაგ გუნდის მე რასაც გეუბნები რომ იმის ჩასაწყობად ერთმანეთში ჩასაწყობად და ეს ვინ არიანის პირობებში ხო როგორ შეიძლება ეს გიყვარდეს ის ხო ანუ აი ესენიც კი უსხოური ფეხბურთის რაღაცის ხათრით მოსულა და მე უხსნით რომ და ვერ ვაგებიებდით რომ არსებობს ქართული ფეხბურთი, არსებობდა და არის აი ეს თაობები, რომლებსაც თქვენ რასაც უყურებთ დღეს ლივერპულს და კვირაში ერთხელ უყურებდით ჩვენ მაშინ რა ქვია სტადიონს. ჩვენ უყურებდით რა თქმა უნდა დინამო თბილისს რომელიც ევროთასებზე რა თამაში რა ტურნირის არ უნდა საერთაშორისო არ იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ეხა ხო გასაგებია რომ კიევის დინამო იყო აგერ გრანდი და იქით სპარტაკი და იქით რა ვიცი სხვა გუნდებიც ჩამოდიოდნენ ხო არ იყო არავინ მაშინ იოლად მოსაგები მე დერბები ქონდა ხო იქ ნეფჩისთან არარატთან სადი ალმა-ატაში მოიგია აბა როგორია და ანუ რას ვამბობ იცი რომ საერთაშორისო მატჩები იყო ჩვენთვის ეს ხო და გაანებეთ თავი დინამო თბილისი ჩვენ ესე დაემთხვა ჩვენ გავხდით დინამოს კომაგები და თბილისური გუნდი იყო ლანჩხუთში ქუთაისში სოხუმში ბათუმში დინამო იქ სამტრედიაში ლოკომოტივი რუსთავში მეტალურგი თქვენ გონიათ იმ მეორე ლიგის გუნდებში ჩემპიონატებში რო თამაშობდნენ და პირველ ლიგაზე აღარაფერს ვამბობდა გადმოდიოდა ხან ტორპედო და ხან ლოკომოტივი ის ლოკომოტივის ვაჩორის და გურიას და რო გადმოდიოდნენ ეგ კიდე ცალკე თემა და იმ მეორე ლიგებში ფოთის კოლხეთი და ისინი რო თამაშობდნენ აბოვიანის ყოტაიკებთან და ვიღაცებთან ის დონე ის თამაში ისეთი ჩემპიონატი იყო რომ რა ვიცი ბარათაშვილი ტალახა და ისეთი დიდი ფეხბურთელები ეხანდელ ნაკრებში რომ მოხვდებოდნენ თამაშობდნენ იქ მეორე ლიგის გუნდებში და პირველ ლიგაში ხო აღარ ვამბობ ეხა ოვალეიშვილი და ჯორდანია და რა ქვია იმას არა ნახევარი დინამო ორღალიძე და ნეგრელაძე და ჩილაია რომელსაც მოატყუა ნახევარი ლივერპული ამქრევდნენ ქვეყანას ფრიდონაშვილი ბესიკი და ვიღაც ყველა თან მერე იყო იმაში იმ დროს იქამდე რომ ჩვენ ქვეყანას რაც არ უნდა ერთი პერიოდი გვიყიჟინეს რომ არ არის ფეხბურთი
ჩვენი თამაში ერთ სპორტზე რაგბიზე რომელიც მართლა ჩვენია და მართლა გვიყვარს და გავიგე მაგრამ ისე გაკეთდა რომ შეგნებულად თუ მავნებლურად რომ მარტო ის არის ქართული თამაში და ჩვენი თამაში და ფეხბურთში ნუ მოვითხოვთ მოგებას და არა და ყველაზე მასიური ფეხბურთი. ეხლა მე თქვენ გეტყვით შეიძლება რაგბი გახდეს სოფლიო ჩემპიონი, შეიძლება ტალახაძე არ იყოს სოფლიოში ყველა ძლიერი. ჩვენ ძიუდოისტებს ვენაცვალე ეგრე იაპონია სოფლიო ჩემპიონობა წაართვეს და მედლები გვანებიურებენ და ბევრი სხვა სპორტი ხო? კალათბურთზე სოფლიო ჩემპიონატზე გავედით ყველაფერი, მაგრამ რო შევადაროთ ეხლა ხელბურთელი ვარ მე ორჯერ ევროპაზე გავედით. კი, მაგრამ სანამ ფეხბურთი არ იქნება წარმატებული, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი სპორტის ვერ იტყვის რომ ქვეყანაში სპორტი კარგად არის რა. იმიტომ რომ ნომერ პირველია, ხა რაც გინდა ვილაპარაკოთ, ესე არის ჩვენ ქვეყანაში და ბიატლონში რო გავიდეთ, ეხლა და ავიღოთ იმაზე ზამთრის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი გამიხარდება, მაგრამ ის სიხარული არ იქნება. ის რა შედარება არ არის ხა ხო ეგრე ევროპის ჩემპიონატმა ხო დაამტკიცა, მე იქ ვიყავი და მე მსგავსი გადაირია ხალხი ხო 91 წლის აგერ ჩვენ ორი მომსწრე ვართ და სურო რა შეგვჭამეთ და რით ვერ დაივიწყეთ. რანაირად დაივიწყებ? ეგეთი სიხარული როცა ნანახი გაქვს, ეს ხო ვნახეთ ეხლა რაც იყო. ვინმე დაივიწყეს, მთელი გერმანია ქართველებით იყო სავსე. წარმოიდგინე ხა მაშინ ჩვენ იმაში დუსელდორფში ვერ წავიდოდით მთელი ქვეყანა და თბილისის ქუჩებში ისეთი ამბავი ხდებოდა. ამხელა სიყვარული, ამხელა რა ვიცი მე სიხარული და გაერთიანება და ერთი დანაშაული არ მომხდარა და ყველა ქუჩაში იყო, ყველა მთრალი იყო, ყველა მანქანით დადიოდა და უცნობები და არაფერი არ მომხდარა. ლევან თვითონ მატჩები სანამ იწყებოდა, ქუჩაში რო გადმოიხედავ კორპუსიდან, არავინ არ იყო, აი ვიღაცა თუ გაივლი და ყველა იყო ბიჭეჭული. ქუჩაში მანქანა არ დადიოდა. ისა მოვლენა იყო, ფეხბურთის წასვლა იყო დღესასწაული ჩვენთვის, აგერ მე და ჩემი სამეგობრო, აი აქედან სადაც ეხავართ, აგერ 200 მეტრში უნივერსიტეტის ბაღთან შევიკრიბებოდი და ერთად მივიდიოდი, მე დამთავრდებოდა თამაში ესენი იყო ტაბლიშკებს ვზახდით იმასთან გარეთ იყო ცხრილები რო ეხა ცხრილი იყო გამისოდა შემდეგი ტურები და ეს უნდა დამდგარიყავი აი იქ რა შეიცვალაც და იქ მიდიოდა მე რაღაცა პატარა გარჩევა და მე ერთად მაგრამ დაბრუნდა იცი ნაკრების დონეზე დაბრუნდა ის დინამო თბილისის ჩვენთვის ნაკრები იყო ყველასთვის საქართველოს ნაკრები იყო ეგ დაბრუნდა ეხა იგივე აი თურქეთის თამაში რო ნახევარსაათში ბილეთები გაყიდულია თუმცა მაინც გული მწყდება იმიტომ რომ ეს ხალხი მე ვერ ადამიანს არ ვიცნობ რომ იცი რა მე შევედი ინტერნეტში და ბილეთი ვიყიდე სულ ვიცი რომ ვიყავი სადღაც 7000 მე 800 თუ რაღაცა და ვერ მოვიდა ვერასდროს და მე მესმის რომ ცხოვრება მიდის და ესეთი რაღაცა ან იქნება აბონემენტები შემოვიღოთ რომ ვიღაცა იყიდის და წყნარად იჯდება ყველა თამაშზე ასეთი ნერვიულობა მე ეხა ჩვენ მამების თაობა და ჩვენი უფროსი თაობა რომელიც ამ ინტერნეტთან და გაჯეტებთან არ არის ისიახო და ჩვენზე მეტად უყვართ იმ ხალხს ფეხბურთი და იამანიძე და ის ხავთ ნანახი რა ქვია ღოღობერიძე ზოგს და უნდა იმასაც წასვლა და არ შეუულია ეხა ეს ჰაკერობა რომ შევიდეს და ვიღაცას იმათვისაც რაღაცა საშუალება უნდა იყოს და სადღაც აიღოს ბილეთი სტაჟიანმა ეხა დევიდო ბორჯგინიძე და ხალხი რო არიან მეცხრე სექტორის ხალხი თამაში არ გაუცენიათ არც აქ და არც გასვლა დინამო თბილისის და ტაშკენტში და იმაში როგორ წავიდნენ იმ ოქროს თამაშზე ფილმებს გადაიღებდნენ ნოველებია და ის ხალხი ეხა ესე იდგეს იმაში რა ქვია ინტერნეტში და ვერ იღებდეს ბილეთს ხო და არ არის მე მგონი რაღაც პრივილეგია ვიღაც ხალხს რაღაცის უნდა გქონდეს რომ 30 ბილეთი ყოველ შემთხვევაში შეიძლება მაგის ორგანიზება არ არის ეს ხო არ არის მოფიქრება შეიძლება ახალი სტადიონი რო გაიხსნება მეტი ადამიანი ხო არ ვიცი ახალიც გაიხსნება აქ ახალზე და ძულზე ხო არა ის მეცხრე სექტორი შეიძლება ერთი ორი რიგი გამოუყო და ცალკე იყოს მათთვის ან არ ვიცი ხა მე ის იდეის დონეზე ვამბობ თორე კარგია რომ ეს დაბრუნდა კარგია რომ ის ხალხი რომლებიც ყოველი წაგების მერე ტრაქტორების ტრაკოქოს გადავხნათო ეხა იმ ის გაიხსნება პირველები შედიან ბილეთის ასაღება და აი ეგრე მოუხდებათ მაგათ ძალიან კარგი რო წავაგებთ ისევ ტრაქტორებს ეგენი დაკოქავენ და
ჩვენნაირი ხალხი, ხო, რო ვაგებთ მაინც იქა ვართ და რო ვიგებთ იქა ვართ და ეგ არის სიყვარული, ობიექტური, დემოკრატიული და რა ვიცი კიდე რანაირი გულშემატკივარი არ არსებობს, ეგოისტი უნდა იყოს, თავის გუნდი უნდა უყვარდეს, ყველას ერჩივნოს და იქ დადიოდეს სულ და ეხა იცი რა წააგო და ეხა მე გადაუხნავ სტადიონს ეგრე სად არის? ამიტომ დავდესა. სოფლიოს შესარჩევზეც უნდა გკითხოთ. ეხლა რაც იწყება სექტემბრიდან ესპანეთი, თურქეთი, ბულგარეთი ყავს. რას ფიქრობთ, როგორია ჩვენი შანსები და აი ეს ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მუხტი რამდენად იქონიებს გავლენას, რომ თქვათ დავძლიოთ აქედან და გავიდეთ უკვე ну საერთოდ პროგნოზები ესეთი საქმეა, ხო იცი? უმადურია, იმიტომ რომ კაცმა არ იცი ახლა რა იქნება და შეიძლება ჩვენ რაღაცა აქ ან პესიმისტურად ვიყოთ განწყობილი და პირიქით ოპტიმიზმის საბაბი მოგვეცეს და ან პირიქით, ხო? თუმცა ჯგუფში მაგრამ ხო ხა ჩამოთვალეთ აგერ თქვენ სამი ქვეყანა. ერთი ევროპის ჩემპიონია, მეორეს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილი აქვს მოპოვებული და მზარდი და კი ჩვენ რო ყავს ახლა მართლა ძალიან კარგი თაობა და აგერ ყავს სუპერვარსკვლავი თქვა ხვიჩას სახით იმათაც ყავთ, იმიტომ რომ იმათაც ეს არ და ეგერ მადრიდის რეალის ძირითადში თამაშობს და სხვა ბიჭებიც არ ამეკლება. მეორე კაცი ეგერ იუვენტუსში ყავთ, ხო? ანუ ასე მე აღარ ლაპარაკობ ახლა იმაზე გუნდოგანებზე და რაღაცა ხო? ახლა შემადგენლობით და ასარჩევით და სკამით თუ მით რა ქვია რაოდენობით ხა ჯერ თურქეთი რაოდენობრივადაც ახალ ქვეყანაა ხო და საფეხბურთო თვალსაზრისით ძალიან გაზრდილია და ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა ბულგარეთსაც ახლა ნუ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაო მეოთხე ადგილზე გავიდა რა ბრინჯაოს პრიზიორი ქვია ხო იმიტომ რომ მაშინ იმას აქვს ფინალის მოოქროვილი ოქროს და მოუგე თბილისში და ეხლაც მოუგე ჯამარა მატრია მთელი კი ბატონო და ეხლაც მოუგე 4-1 ხო იქ ხო ანუ ეხა ხო ანუ არა რას ვამბობ იცი ანუ ჩვენ იქაც წავაგეთ ევროპის ჩემპიონატზე თურქებთან მაგრამ მე რომ მოვდიოდი უკან და თურქების უბანში მომიწა დორტმუნდში ცხოვრება და ну რა გითხრა ვიღაც ხვდებოდნენ ახლა ხო იმიტომ რომ მაისური გაცვია მოდიხარ ახლა და მაჩერებდნენ თამაშს მე წვიმდა თან და წვიმაში მოდიხარ უკაც სუთხაზეაზე ხა კი გასაგებია რომ გიხარია რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდი გიხარია რომ კარგად ითამაშე მაგრამ ახლა შედეგია და ორი ბურთი წააგე ახლა ხო რამდენი ახლა გიხარია ამ სიხარულსაც აქვს საზღვარი ახლა მე არა გამოვიდა თუ რა ისი რა ეს წაგება რომელიც იმის ტოლია თუ რაღაც მე სტრასების მომხრე არა ვარ წაგება ახლა გიხარია რომ კარგად ითამაშე მაგრამ მაჩერებდნენ აი ეს თურქები გვაჩერებდნენ ვეუბნებოდნენ რომ რა კარგად ითამაშე და რა კარგი გუნდი ყავდა ყოჩახ და რაღაცა ეს თავისთავად განჩვენებელია რომ მარტო მე კი არ ვტყუდები იმითი რომ რაღაცა და ილუზიებში კი არა ვარ მართლა კარგად ვითამაშე ანუ უშანსო ჩვენ არავისთან არა ვართ არც ერთი მაგრამ მოდი ის ვთქვათ რომ არც ისინი არც ერთი არ არის უშანსო ჩვენთან ხო ნუ ხა ესპანეთზე არ ლაპარაკობ ესპანეთ მოცაღან ცალკე გავწიოთ იმიტომ რომ ესპანეთთან არ აქვს ხანთლად საამაყო სტატისტიკა თუმცა მოგებული გვაქვს ამხანაგური თამაში მართალია და მაგ მოგების მერე გაემგზავრნენ ჩემპიონატზე და ჩემპიონები იყო ახალი ფეხბურთელების დამატების რესურსი თუ გვაქვს ახლა ამ შესაძლებელი იცი ახალგაზრდული ნაკრების შემყურე ძალიან კმაყოფილი ვარ იმითი რომ რა თქმა უნდა ყოველთვის გვინდა რომ უფრო მეტი იყოს უფრო მეტი ქართველი იყოს მეტნი იყვნენ ქართველები არა ჭირდება უკვე ნელ-ნელა ახალი რაღაცა ხო რაღაცა დაცვაში თავისთავად ხო მაგრამ მე ლომინაძე მომწონს მაგალითად ძალიან და მინდა რომ აი ლომინაძე ჩამოვედი მე წყავტუბოში ხშირად დავდივარ მიყვარს იქაურობა ძალიან და სამგურალის თამაშებსაც ვესწრები ხოლმე იქ მიშაიაშვილთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს მეპატიჟება და
ჩამოვედი ერთხელ და უთხარი ბიძინას რომ ბიჭი ვნახე მეთქი ხო იქაც უთხარი რა თქმა უნდა უთხარი ხა ისე ვიბრალებ რომ აღმოვაჩინე კარგი რო იყო იმიტომ თამაშობდა მაგრამ ჩემთვის აღმოვაჩინე რა და მე ბიძინას უთხარი რომ აი ხელი მაღალი ბიჭი აი ნესკენსი და ჰოლანდიური ცენტრალური ნახევარმცველი რო ტიპიური აი იონკი რო იყო და ხო ესეთი ხელი მაღალი რაღაც ძლიერ ფეხებზე რომ მოძრაობს და მასალა რო არის რომ აი მერე გამოიყვანო ხო რო აი აიაქსის საუკეთესო ისე უნდა გახდეს ცენტრალური ეგეთი ბიჭი ვნახე რა მაგარია მეთქი და მე მართლაც ახლა უყურებთ ყველა მნიშვნელოვანი თამაში გოლი ხორვატებთან იყო რაღაცა შეუდარებელია ხო და რატო ვამბობ იცი ისიც რომ დიდხანს გადაიწვება სკამზე და განაცხადში იმას თავისი პერიოდი აქვს რომ უნდა ინტეგრირდეს რა პორტუგალიის ჩემპიონატში გადავიდა ხო და მაგაში ახლა ნაკრებზე გულის უნდა ახლა ქოჩორაშვილი ხო რო არ გეთამაშებინა ნაკრებში იქნებოდა ის ქოჩორაშვილი და მორჩებოდა გვარი კი იქნებოდა ის მაგრამ ამ დონის ფეხბურთელი არ იქნებოდა სადღაც უნდა შემოუშვა უკვე კონკურენციაში შეიყვანო მისთვის არის სტიმული რა თქმა უნდა ხო ახლა და უფრო გაიხსნება მე კიდე არა მე გამოცდილება ახსენეთ თქვენ ხო აი ევროპის ჩემპიონატის მერე გამოცდილება ყველაფერი ფეხბურთში ეს ინტეგრაცია უნდა ხდებოდეს კარგია რომ აი ვეძებოთ კიდე ფეხბურთელები ქართული წარმომავლობის აი და შეხედეთ რა არის მიქაუტაძე ეგარ ხო აღმოვაჩინეთ მიქა ქართული არისოდა რომ მოვიდა მაშინ აქ და ხა ერთ დღეს ხლავს იმეთი ხო ამ თვალსაზრისით არ არის შეიძლება გამორჩეული ხო ჩემი აზრით ნამდვილად ისეთი კარგი ისა აქვს მონაცემები აქვს ხო ასეთები არის ხა იცი რა ეს არ უნდა მე ვიცი რომ იაშკა ამ კუთხით ძალიან ბევრს მუშაობს და წარმატებები მინდა უსურვო იმიტომ რომ არგენტინა აგებს სოფლიო ჩემპიონი მოქმედი ეხლა გერმანიიდან შეიყვანეს რაღაცა გერმანული სახელის დედით არგენტინელი და ახალგაზრდულ ნაკრებში რომელიც სოფლიო ჩემპიონატზე მიდის 17 წლიანების იქ იმის რა ესპანეთში ტურნირი ქონდა გარნაჩო ესპანელია დედა ყავს ბაბუა ყავს არგენტინელი და ეხა მეგეუბნებთ 40,000 ესა 40 მილიონიან სამგზის სოფლიო ჩემპიონატს რომელსაც მესი ყავს იმას ის არ თაკილობს ეძებს იქ სადღაცა საბედნიერო დღესდღეობით ნაკრების თვალსაზრისით განებივრებული ვართ იმით რომ რაღაც ეგეთ ელემენტარული იყო ეს მძიმე პერიოდი ჩვენ ცხოვრებაში კლუბებისთვის ვის გვეცალა ისეთი საშინელი თამაში ფეხბურთს თამაშობდნენ ისე საშინელად გვაყრიდნენ თვალებში ნაცარს რომ ვიღაცა ნორვეგია ჩამოვა და 4-0-ს მოგიგებს და აბა რა ეგრე უნდა იყოს და იმას რუსენბურგი ყავს და ის რა ქვია ვალერენგა და რაღაც სულელების იმაში და ჩვენ რატო და ჩვენ როგორ და ავიყიდეთ კომპლექსი აი ჩვენი თაობის გულშემატკივრებმა ავიყიდეთ კომპლექსი იმ პერიოდში რა კომპლექსი იცი რომ იქნება აი ვახურებთ რა და მართლა არ უნდა გავდიოდით ასე და ის 91 მართლა არ იყო კარგი გუნდი ვესტჰემი და მართლა არ ვარგოდა ფეინორდი და რაღაცა და ხო იცი უკვე შენ თავთან რომ მიდიხარ ეს და ეხლა ესე უნდა იყოს მაგრამ მადლობელი ვარ ამ ბიჭების მე და ამ პერიოდის ყველა მენეჯერის და ყველა იმ მაღალჩინოსის ვინც სწორად იმუშავა რასაც ვამბობ და გუნდი გავიდა დაგვანახა რომ ეს ყველაფერი სიმართლეა ჩვენ შეგვაქვს ის რესურსი რომ ჩვენმა ბიჭებმა თუნდაც არასწორ პირობებში გაზრდილებმა ესეთი შედეგი დადონ და რა ვიცი მე ყოველთვის ეხა მეორე უკიდურესობაში არ გადავარდები და ზოგი ეხა შემხვდება და აგინებს იმ თაობას რომ აი როგორ ვერ გადიოდნენ 90-იანების თაობა აი კინკლაძის თაობა რასაც ქვია არველაძეების კეცბაია რო იყო ნემსა კაპიტანი ჯამარა რა ვიცი ეს გუნდი რო იყო ეხლა ხალხო ერთი წუთით დაფიქრით რა ინგლისი და იტალია საფრანგეთი გერმანია და ბულგარეთი და უნგრეთი და ის რო ყავდა უგებდით ეხლა იმათ ვერ უგებდით ეხლა რა საფრანგეთს და იმას რა ქვია ხომ არის სწორად იტალიასთან ფრეგას რო უგებდით ინგლისთან ჩივაძეს ხსნიდით რომ როგორ ვერ მოუგო ინგლისზე და ეხლა რისი თქმა მინდა იცი საშარაბრალები დი ბას არ იყო სანჯისბრალი რა წააგებას ორი პენალტი რომ მოგვცა იტალიასთან და რაღაც თელი ამბები და იქ ტოლდო გადაერია ყველაფერი აგვიღო და მაგაზე კი არა ეხლა უყურე რას ვამბობ მაშინ რო ერთა ლიგა ყოფილიყო
მაშინ რომ ჩვენ სახში მაკედონიასთან და იმასთან ყაზახეთთან და ლუქსემბურგთან მოგებით სადმე გავსულიყავით ყველა ევროპის ჩემპიონატს ითამაშებდნენ 5-0-ებს მოუგებდნენ ხახო უელსს უგებდნენ 5-0-ს გიქსებით და იმედი საუთოლებით და რა ვიღაცებით ხა წარმოიდგინე ხა მაშინ რომ ლუქსემბურგი და ის დაკებოდა ყაზახეთი გაბრწყნიდნენ შუაზე ხა ეგ თაობაც და ცოტა შედი მე თაობა რაღაც იყო ისეთი რომ არ ვარ დარწმუნებული მაგრამ ის აი პირველი დამოუკიდებლობის პერიოდის ის ნაღდად გამსვლელი იყო ამიტომ ისინი რო არ ყოფილიყვნენ არ იქნებოდნენ ესენი და ამათ რო ვაკებთ მოდი რა პარალელურად იმათ ნუ შევაგინებთ რა პირიქით თქვა თავისი გასაკეთებელი გააკეთეთ თქვენ რას მეუბნებით რომ კი ყვარაცხელია წყო ჩავკვეტაძეს ყავს გოჩორაც და კიტეც მაგრამ ქინქლაძე რო ყავდეს ეხა ულაპარაკოთ 11 კაცში არ იქნებოდა ხო იქნებოდა მეშლება რამე ქეცბაი არ იქნებოდა ქეცბაი არ იქნებოდა შოთა არ იქნებოდა ჯამარა ვერ მოხდებოდა თუ ცხადაძე და შელია ვერ ითამაშებდნენ აქ ეხა კი გავიგე კაშია და კვირკველია და ისინი კაი ბიჭები არიან მაგრამ ცხადაძე და შელია რითი იყვნენ ნაკლებებია მე ვერ ვიტყოდი ვერაფრით კალაძე კობიაშვილი კალაძე თვითონ კობიაშვილი ხარ მინდა ვიღაცა იფიქრებს ფედერაციის პრეზიდენტი რევიტო ვაკერტორი კობიაშვილი ვერ ითამაშებდა ხა იმას გულგაუტანა რა ქვია ლევერკუზენს არ დაესწრება აზაროვის და იმის პოზიციაზე ვერ ითამაშებდა კობიაშვილი რა ვიცი მეც ეგრე მგონი თუ კალაძე ვერ ითამაშებდა თუ ვინ ვერ ითამაშებდა ანუ მე რას ვამბობ იცი ერთადერთი აი ულაპარაკოთ პოზიცია რომელსაც მე ვხედავ რომ არაფერი არ ემუქრება ვერავინ ვერ აჯობებდა მე ვფიქრობ მამარდაშვილი არის იმიტომ რომ მაგ პერიოდში კი ყავდა კარგი მეკარები მაგრამ ასეთი დიდი მეკარე არ ყავდა რა ტანათაც და სატრანსფერო პოლიტიკასაც რო შევეხოთ ხა ქართული ფეხბურთელების რამდენად კმაყოფილი ხართ უკვე არსებული ტრანსფერებით სოფლიობაზე არა ჩვენი ქართული ფეხბურთელების სადაც გადავიდა მამარდაშვილმა დაიწყო ლივერპულში ხა მამარდაშვილის ტრანსფერზე კმაყოფილი რანი შეიძლება იყო წავიდა მაშინ ლივერპულში და აგერ დღეს ეწერა რომ ის რა ქვია ყველანაირი პროგნოზით ლივერპული არის მთავარი ფავორიტი ჩემპიონატის მოგების თქვა პრემიერ ლიგის ხო და პრემიერ ლიგა ვიცით რომ რეიტინგით უპირველესი ეს არის რა ქვია პირველი ნომერია ეხა ყვარაცხელიაზე აღარ ლაპარაკობ არაფერს ეხა იმიტომ რომ მოიგო ყველაფერი რისი მოგება შეიძლებოდა და ერთი ნაბიჯი დააკლდათ ეგრე რომ ის სოფლიო ჩემპიონატის მოიგოთ კიდე იმ ჩელსისთან ხო მიქაუტაძე დარჩა მიკაუტაძე კარგი რომ ლიონი დარჩა იმიტომ რომ მე ლიონი მაინც გუნდია ისეთი სერიოზული და ეხა იქ ვთქვათ აგერ მანჩესტერთან მაგათი დაპირისპირება წლევანდელი 2000-ზე იყო წლის მატჩი ხო კი მართალია არა ამაც ასარგებლო დასრულდა ჩვენ და მაგრამ ვთქვათ ჩვენ და სამწუხაროდ მაგრამ ეხლა დანარჩენები ვისაც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და იცვლის უკეთეს გუნდში მიდის უკეთეს გუნდში კი არა ესე მან სული საფრანგეთში ხა სპორტინგი სულ იქნება ის იქნება კიტეიშვილი ხა 2 წელი ზედიზედა ავსტრიის ჩემპიონი საუკეთესო მოთამაშე კაპიტანი იცი რა რაპიჩი რამდენ კარგ ფეხბურთელს უთამაშია და სოფლიო მოთამაშე იყო ვერ გავიგე არა ვერ ქონია და ან ქონია და დასაძრახი კი არ არის ხო ყველა მაგალითად მე ხა იმაში რავი რა ვთქვა უნიონ ბერლინში იყოს ბუნდესლიგაში და ხან ხვდებოდეს შემადგენლობაში ხან არ ან ხვდებოდეს და შეუმჩნეველი იყოს მაგას მე ჩვენია რომ რაპიდის ლიდერი იყოს და ბოდიში შტორმის ლიდერი იყოს და ანგრევდეს იქაურობას და უგებდეს იმ რაპიდს და აუსტრიას და დანარჩენ კიდე გრანდებს იმიტომ რომ ავსტრიის ჩემპიონატია რა ხა ხშირად შვეიცარიის ჩემპიონატში რო ყოლია ფეხბურთელები ეგერ ისე რა ქვია ყაველა და ნემსა რა არ გიხაროდა თუ ცუდი იყო ეგ პრეზიდენტი გახდა ხო და ანუ რას ვამბობ იცი რომ არ არის ხელწამოსაკრავი და ვიღაცას არ ეგონოს რომ მაინდა-მაინც უნდა გადავიდეს იმაში ესპანეთში ან ბუნდესლიგაში იყო საფრანგეთს დაემატა ტაიშვილი და აბოშვილიც მეჩი გადავიდნენ უკვე ჩაკვეტაძეზე ვისურვებდი რომ უკეთეს გუნდში წავიდეს იმიტომ რომ ბევრი თვლის რომ ეს ჩემპიონშიპი კარგია და არ არის იოლის სათამაშო გეთახვებით რთული ჩემპიონატია და იქაც ყოფნაც არ არის სათაკილო მაგრამ მისი ნიჭიდან გამომდინარე ვამბობ რომ
ალბათ უფრო მეტი ეკუთვნის და კი მე მაგალითად ძალიან მიხარდა როცა ლაპარაკობდა რომ ვალენსიაში შეიძლება ზურიკოც მეგონა და კარგი იქნებოდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ იცი როგორ არის ხა რა თქმა უნდა ნამდვილად დაეტყო რომ კუნთების მასაზე განსაკუთრებით ჩაკვეტაძეს რომ ძალიან მოუხდა აი ამ მაშინ რა ქვია ჯაჯგურში და ზოლაში ყოფნა ნამდვილად ეტყობა ხა ხო მაგრამ იცი რა არის აი ის პასი რაც მაგან გააკეთა ანუ ის პოტენციალი რომელიც აქ კოჩორას გოლზე ყიფიანი გამახსენა მე რომელიც აუგდო მაგას ამბობ ხო აი ხო ამას რო აკეთებს კაც ის უნდა თამაშობდეს ისეთ ჩემპიონატში სადაც ამას აფასებენ ამას ყოველთვის სადაც გააკეთებს ამას იმიტომ ის ამის გამკეთებელია და ხა იცი როგორ არის სტატისტიკით რო აიღო ახლა თლათ ესე ხა შემტევი ფეხბურთელისთვის და ეს შემტევია ხო ეს ხო არ არის ჩამშლელი ხა და ხო აი ის სტატისტიკა რომელიც მას აქვს გოლების და პასების ეხა დიდი აქტოვანების მას აქვს საფუძველს ნამდვილად არის ნაკრებში ბევრად უკეთესია რა ამის თქმა მინდა და შესაბამისად ეგრე თავის ადგილას აღმოჩნდეს იპოვოს თავის გუნდი აი ვალენსიაო რომ ხო ესპანეთი იტალია ის დახატავდა ხო ეს თავისი ალბათ უფრო ესპანეთი გაიზრდებოდა კიდე უფრო რა ხო კარგი იქნებოდა გაიხსნებოდა უფრო მეტად ჩემი აზრით არ ვიცი ეს არ არის პანაცეა რაღაც აქ რო ამბობთ ეს არ ნიშნავს რომ ამას სეზონი იყოს ხო იცი რა გულშემატკივრები ვარ ჩვენ და თან მით უმეტეს ჩვენ გვერგო ბედნიერება იმისი რომ ჩვენი პროფესია გამختارიყო ის რომ აი ეს გულშემატკივრობა გადმოგვეტანა პროფესიაში და ეს საუბრები რაც გვაქვს უკვე ჩვენი საქმეა და მოვალეობაც არის და ვიღაცები ხა შეიძლება გვეთანხმებიან არ გვეთანხმებიან და სადმე აგერ კიროვის ბაღი აქვეა ყოფილი ლევერის ბაღი და იქ ადრე იყო კამათები და ყოფილა ეს რაღაც თემებზე შეხლა შემოყვა მაგრამ რა ვიცი ხა ეჭვიანობა არის თუ რა არის ჩვენას ყოველთვის გამოვთქვათ და არავის არ ვახავთ თავს რომ კიდე თუ არა ეს არის ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია მაგრამ თუ არ არის ეს ასე ყოველ შემთხვევაში რაღაცა წონადი არგუმენტი უნდა მოვიფიქრო და იმიტომ რომ შენ ვინ გეკითხება მაგას რომ ამბობ ეს არ არის არგუმენტი გაიგე რომ ეს არ თქვა ჩვენ გვეკითხება ძალიან კარგი ანდაზა ბერნარ შოუსი რომელიც ჩვენ აკაკი ბაქრაძემ გადაცემაში გითხრა და აბსოლუტურად ეთანხმება რომ ეხა ფეხბურთი არ გითამაშია ისე ერთი გითამაშებ ჩვენ რო ფეხბურთი გითამაშია ბევრი ეხლა გუნდში რო თამაშობს ეხლა ჩვენს ავადსახსენებელ ჩემპიონატში შეიძლება იმაზე დიდი იყო ის ფეხბურთი რასაც ჩვენ თამაშობთ მაგრამ ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ იმისათვის მე არ ვდებ კვერცხს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არ შემიძლია ვიმსჯელო ომლეტი გემრიელია თუ არა ეს მე მგონი პასუხია იმაზე რომ კინოკრიტიკოსი არ შეიძლება იყოს რომ რეჟისორი ხო მაგრამ საუკეთესო რეჟისორის ფილმის იმას შეფასებას ახდენს ხო და დავიცი ხა ფეხბურთზე მაინდამაინც მართლა ხო კვერცხს არ დავდებ ომლეტი გემრიელია თქვა არ გითამაშია ფეხბურთი იმ დონეზე მაგრამ შეგვიძლია შევაფასოთ იმიტომ რომ იმდენი ფეხბურთი გვაქვს ნანახი და იმდენი თამაში წაყვანილი რომ ერთი ის გაიოს დასწრებას ვეხუმრებოდი რომ ერთი ბ კატეგორიის ლიცენზია კი გვეკუთვნის უკვე საფეხბურთო და ფეხბურთელების კონტრაქტზეც მინდა გკითხოთ თქვენი გამოცდილებით ცოდნით ფაქტით თუ გახსენდებათ რამე ისეთი შემთხვევა რამე უცნაური პუნქტი თუ ქონდა ფეხბურთელს მაგალითად კონტრაქტში ან რამე ისეთი აკრძალვა ქონდა რაც თქვათ გამოარჩევდა ამ კონტრაქტს სხვა სტაბილური ზოგადად საერთაშორისო დონეზე იცი რა ესე იმითი რა ქვია კონტრაქტუალურ პირობებში დიდად ჩახედულებები ჩვენ არ ვართ მე ყოველ შემთხვევაში მაგრამ აკრძალვასაც შეეხება ესე კონტრაქტებით არ ვიცი მაგრამ აკრძალვები როგორც წესი საერთოდ არაფერში არ ამართლებს და მაგალითად მე მახსენდება არგენტინის მაგალითი რომელმაც შემოიღო ხო ნაკრებში მაგალითად პასარელამ შემოიღო და არ იწვევდა ფეხბურთელებს რომლებსაც გზელით მაქონდათ გაიგრიჭეთ თმაო უთხრა და მამაში ყვებოდა ბატისტუ ხო და ბატისტუ და ბატისტუ გაიგრიჭა და რედოდომ არ გაიგრიჭა და არ წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე ეხა ვინ მოიგო ამითი ვთქვათ
იმან ნაკრებმა თუ თქვა წაიყვანა ის წაიყვანა გაგრეჭილი თქვა იმაზე უკეთესი წაიყვანა იმ ჩემპიონატზე არა ხო მე ის აღმოჩნდა პრინციპული თქვა რომ არა მე ხა იმიტომ კი არა რომ თემას ვერ გავიკრიჭავდი მაგრატელი არა მაქვს უბრალოდ პრინციპია რას ნიშნავს ახლა ვინ გეკითხება შემეთ მექნება გზელი თუ ეს აქვია მეორე თქვა ასევე იქაური მაგალითი შემიძლია გითხრათ იმისი რომ აკრძალვა შემოიღო ფედერაციამ რომ 23 წლამდე ფეხბურთელის გაყიდვა არ შეიძლებოდა უცხოეთში, იმიტომ რომ ჩემპიონატი რასაც ლაპარაკობდით, ტრადიციით დავიწყეთ, თვითონ ეს ჩემპიონატს ადგილობრივი ჩემპიონატს გააძლიერა. არაფერი გააძლიერა. იმიტომ რომ აკრძალვა ზოგადად როგორც ასეთი არაფერს აიყენებანმა თქვა, ხა იმაზე რა ქვია, დომინანტზე რო ლაპარაკობდა, რომ აი დროზე თუ არ შეიყვანე ის ფეხბურთელი რომელსაც დაკარგა ის მიდიოდა სადღაც მაშინ რა ქვია უცხოეთში ხო ელოდება ანუ პიკი ჰქონდა იმას ის იმაში რომ ტოვებდა არმენიებდა უშუალოდ სადღაც უფრო სუსტ მეტოქეებთან ის კარგავს მე ზის მომენტი აღარ არის ყოველთვის ვერ მოუმეტებ უარგუმენტოა მაგასაც ვერ იტყვი რატო გააკეთეს ეს აკრძალო მე ვარ დაბრო არ მუშაობს თორე არ ვარ გავკი არა ეხა მაგალითად უკუღმა მაგალითს გეტყვა წნევანდერეს აგერ გუშინ წინ იყო ტიქსპორტია მაგათი ძალიან დიდი პორტალი და იქ ეწერა ჩამოთვლილი იყო 20 ფეხბურთელი რომელიც 19-დან 21 წლამდე ასაკში გაიყიდა თქვათ ევროპაში ძალიან კარგ კლუბებთან გააფორმეს კონტრაქტები და 20-ვე დაბრუნებული ეხა და თამაშობს განათხოვრებით ისევ იმ არგენტინულ ჩემპიონატში, იმიტომ რომ ადრე იყო მათთვის მაგრამ რა ხდება ის ეხა ბოსმანის საქმის მერე აკრძალვა საერთოდ მოიხსნა და ხა დემოკრატიულ საზოგადოებაში არ შეიძლება მიაბა ადამიანი და აიძულო ის ამ წლამდე აქ იყავი იმ წლამდე იქ იყავი და რაღაცა ამ თანამედროვე ყველაფრის დაცვა მიმდინარეობს ვერაფერს სიტყვას ვერ იტყვი იმას ეწყინება ამას ეს არაკორექტულია ის პოლიტკორექტულია რაღაცა და ფეხბურთელების ყიდვა გაყიდვა რო არის ჯერ აი საერთოდ ეს ჩემში ცხენის გაყიდვა არ შეიძლება ცხენს უნდა კითხო უნდა თუ არა იმ თუმცა თავარი მანდისა რომ იმ თამაშის უფლებას ყიდულობს და არა თვითონ ფეხბურთს არ ვიცი რა რაღაცა სამართლებრივად რო შევხედოთ ეგრეა მე აკრძალვებზე ხა ზუსტად კანონს ვერ ვიტყვი მაგრამ აკრძალვები ხო არის ხა გასახდელში ხო გუნდი თამაში რო გადის რაღაც ნივთები არის აკრძალული და საჯი შემოდის თამაში დაწყების იქ კაცებს გიმოწმებს გძელი ხო არ არის იქ რაღაცა ფორმა ჩატნეული თუ რაღა კი ყველაფერს გიმოწმებს რა მოკლედ რა ვიცი რამე იქ წვეტიანი ბეჭედი არ გიკეთია იქ ყელზე რაღაცა და ეხა ვართ ჩეხეთში ვარ და სლავიას ეთამაშება დინამო და ნემსა არის კაპიტანი მეგობრობ მე ნემსასთან და რა ქვია ცხენები ყავდა რანჩოზე რა მაგდროს და ახალი შეძენილი ყავდა და არ ქონდა ეს აკაზმოლობა და ჩეხეთი საერთოდ პარდუბიცეს სტივჩეზია იქ და ცნობილია ცხენოსნობის განვითარების დონით და ხა იქ რო ვიყავით პრაღაში ნემსა მაღაზიები მოიარა და ერთი კარგი უნაგირი შეარჩია რა რომ ეს უნდა ვიყიდო და წავიღო თბილისში და ჩემ ცხენს ამათ ვაჯირითებო და ნუ გაფორდა ხა ხელშეკრულება და ხა იქ როგორ იყო ის აღარ მახსოვს ეს უნაგირი პირდაპირ ვერ გამოვატანდე თუ რაღაცა მის სამართი გითხარი და მოგიტანტო ხოლმე და უცბად გაირკვა რომ სლავიას ხო ვეთამაშებით და ისეთი რეისი გვაქვს რა რომ იქ რაღაც კანონი შემოვიდა რომ თუ დაბნელდება ის თვითრინავი ხმაურს გამოსცემს და არ შეიძლება. ამიტომ დღის შუქზე უნდა გავფრინდეთ პრაღიდან და აქედან გამომდინარე თამაში სასტუმროში ვეღარ ვასებთ მოსვლას და ეს მთელი ჩემოდნები ისინი ჩალაგებული იმაში წავედით თამაშზე და დამთავრდება ეგრევე ავტობუსში და პირდაპირ აეროპორტში მივდივარ და შესაბამისად ეს უნაგირი უთხარით რომ სტადიონზე მოგვიტანეო და ვიფიქრეთ რომ ავტობუსში ჩავდივარ მოგვეტანეს თამაში ცოტა ადრე რომ ავტობუსი ჯერ მოსული არ იყო და შეიტანეს და გასახში დადეს და გუნდი გახურდა დინამო და ნემსას გვერდზე უდევს რა სკამს და თამაში რო იწყება საჯი შემოდის ხა და იქ კაცებს ამოწევს რაღაცა ზედმეტის ხო რა გაიხედა და ზის ნემსას გვერდზე უნაგირი უდევს და შენო ცხენით თამაში ამან არა ეს ისე და არ ვიცი ხა რაღაცა და არ იყო თლათ დამწყები მსაჯი და
რაღაცა 300 თამაში მისაჯიო სადარ ყოფილა რომ რა არ მიპოვია გასახელში მაგრამ უნდა გირსი ოდესმე არ მეგონა ცხენიც ხო არ არის სადმე ცხენიც ხო არ ახარო კითხა სულ ახლა ჩატარდა განახლებული ფორმატით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და როგორ მოგეწონათ ეს ფორმატი და როგორ შეაფასეთ ჩემპიონატს იცი რა მე ცოტა გაურებული დამოკიდებული რა თვითონ ტურნირი ძალიან მომეწონა არ მომეწონა ჩატარების ადგილი და იმიტომ რომ დრო პირველ რიგში ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროს და ამ სტადიონებზე თამაში ასეთი დიდი დისტანციების დაფარვა გუნდების მიერ ერთ თამაშთან მეორეზე ჩასასვლელად განსხვავებული აბსოლუტურად სადღაც ხა მაიამიში მე ნამყოფი ვარ აგვისტოში მიდან რა ქვია რიოს ოლიმპიადიდან რომ მოვდიოდი ჩავფრინდი და ჯოჯოხეთია იქ იმიტომ რომ იქ ეს სუნთქვაში აბსოლუტურად შეუძლებელი რასაც თვითონ ლაპარაკობდნენ ესენი სტადიონები მოუმზადებელი ეს ახლა რეალურად იყო რეპეტიცია იმისთვის რომ თქვა მომავალ წელს სოფლიო ჩემპიონატი ტარდება და სტადიონები და რაღაცები ხო მაგრამ დრო ხო არ შეიცვლება ხო ის სიცხე დაუშვათ და ის ტენიანობა ის პროცენტი ხო ისე დარჩება ეკა მარტო ის წყლის შესვენება ვერ უშუალო რა თქმა უნდა მე ნახეთ უკვე დაიწყო ლაპარაკი ანუ კითხვა გაცილებით მეტი დაიბადა ამ ტურნირის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატთან მიმართებაში გულისხმობ ვიდრე პასუხი გაიცა იმაზე რაც დაუშვათ აღელვებდათ ორგანიზატორებს უკვე ითქვა რომ იცი რა მაშინ ხო არ შევცვალოთ რაღაც და ხო არ გავაკეთოთ ტესტი რამე რომ ეს წყლის სმა 15 წუთამდე გავზარდოთ 17 წუთამდე თუ 20 წუთამდე გაიზარდოს დიდი შესვენება ანუ ნელ-ნელა ეს რომ ამაზე დათანხმებული იყვნენ გამოდიოდა რომ ამერიკული ფეხბურთის წესებზე გადავიდეთ ანუ 4 ფაქტორად გამოდიოდა 4 ესა რა ქვია ტაიმი 4 ტაიმი რაც გაუგებარი იმითი რა ქვია ის შეიძლება იქაურობისთვის მისაღებია იმიტომ რომ ის ბეისბოლზე რომ დადიან იქ სხვა ესა აქ იმას რა ქვია დაკერფ ეგ მიდიან მე ნაყოფი ვარ ჩემ არა შოუ კი არა პიკნიკია ხო შოუს და არა შოუ არაფერი შოუ არ არის ვერან არ ტყავს იმას ერთ განან და ის და ვერან არ ტყავს იმ ჯოს გზელდება 9 საათი მაგრამ რაც გეუბნები იცი იქ მოვიდა ჰოდოგზე წავიდა სადღაცა იქით მიდის ანუ იმას სხვა ტრადიცია ის ფეხბურთს არ უხდება ეს და აჩერებს ეხლა თავისთავად ჩემთვის პლუსი რა იყო და კარგი რა იყო რომ მე რასაც დიდი ხანია ვამტკიცებ რომ არ არის ესეთი სხვაობა სამხრეთ ამერიკულ და მასაკ ევროპულ ფეხბურთს შორის როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს არ არის იმ ჩელსიმას და პარის სენ-ჟერმენს რომლებმაც ფინალი გაითამაშებს საბოლოო ჯამში ერთმანეთში გზად ერთმა ბოტაფოგოსთან წააგო და მეორე მეგერ ფლუმინენსესთან თუ ფლამენგოსთან რომელიღაც მოუგვემას აღარ მასოს ახლა ჩელსის ხო და თუ მთლად იმას ავიღებთ რომ რა იყო საკონტინენტალურ თასი ადრე იყო ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულის და ჩემპიონთა თასის გამარჯვებულის პაექრობა და ეს პაექრობა შედგა ბოტაფოგო არის ლიბერტადორესის მფლობელი და ეს რა ქვია სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მომგები. მოუღო იმ ამდენი მომენტი გონდა, იმდენი მომენტი გონდა თუ რა გონდა. ეგ მე გრამაფონში. ეგ რა ანუ იქ ინტერი ფინალისტი იმისი გამოაგდო რა ქვია ესო ჩატარებული ხო ევროპაში ინგლისში ან გერმანიაში გაცილებით საინტერესო ბევრად საინტერესო იქნებოდა და სამხრეთ ამერიკაში ჩატარდება შემდეგი როგორც ამბობენ ბრაზილიას აქვს ამის პრეტენზია თუმცა პრეტენზიები რო აქვს თქმა მე საორგანიზაციო კუთხით ხშირად ვერ ახერხება ხოლმე ამის გაკეთებდა თუ გააკეთებენ მე ვფიქრობ რომ მომავალი ამ ტურნირს
ნამდვილად აქ. ეხლა ეს მაინც ევროპის დროზე არის მორგებული, რომ გულშემატკივარმა კომფორტულ დროს ნახოს ფეხბურთი. ხო და ხომ არ ჯობია რომ პირიქით მოხდეს, ჩვენ მოვერგოთ ფეხბურთს და არა ფეხბურთი მოგვერგოს ჩვენ. რა თქმა უნდა, გამეუყუროთ, კაცო, ჯობია და იქ აუტანელი და ჩვენ უყუროთ. რა თქმა უნდა, ეს გარემოც ის ამერიკის სოფლიო ჩემპიონატიდან მახსოვს, რომელიც ერთ-ერთი ცუდი სოფლიო ჩემპიონატი იყო, რაც მე მახსენდება, ეგრე არის იყო, რაც ჩატარდა, რატო ეხა ჯერ ერთი ის სტადიონებიც, აი სამხრეთ ამერიკული სტადიონები და მექსიკური სტადიონები კიდე უფრო საფეხბურთო იმას არ არის ხო სანტურას და ეს ამერიკულ სტადიონებს რო უყურებ, ხო რაღაც თლად ბოლომდე ფეხბურთს რო უყურებ, ვერ ვიჯერებ, რაღაც ბეისბოლ, ამერიკულ ფეხბურთულ, კრიკეტულ თუ რაღაცა იმას გარემოში გონია თავი. მე რო არის ეს სიცხე აუტანელი და დარბიან ამ მოედანზე და თან ვიცით უკვე განწყობა ჩვენ რომ ფეხბურთელები სულ მაგას უწონებენ რომ ამდენი თამაში ქონდა, იმდენი დასვენება მიდა და უცბად კიდე იქ ჩაყავს, ხო? ბოლომდე აი გენმოდიფიცირებული ფეხბურთი მივიღეთ, აი პომიდორი როა ზოგი და ფერი კაი აქვს, ის კაი და ჭამდა გემოვარდა და წახვალ იმაზე პერევალზე ჯარგვალში და შეჭამ რაღაც შეუხედავ პომიდორს და გემრიელია. ეგრე იყო ეგეც. მე ვფიქრობ რომ აი ევროპა რო იყოს ან სამხრეთ ამერიკა და კარგ ტემპერატურაზე ითამაშონ, ბევრად უფრო კარგი სანახავი იქნება. თორე ისე ეს კომერცია შემოვიდა ფეხბურთში უზომოდ სამწუხაროდ და ჩვენ ვართ მომსწრე იმისი რომ გუნდები ერთმანეთს რო ეთამაშებოდნენ ფულზე კი ართა ფულზე ჩვენ თამაშობდით ეზოში იმაზე ლიმონათებზე ფეხბურთს და რაღაცაზე თორე მაგერი თამაშობდნენ სამშობლოს და თავისი კლუბის სიმბოლიკის გამო და ეგ იყო ფეხბურთი და ახლა რო დაიწყება იმის ანგარიში რომ მე 91 თამაში ამდენი მეკუთის იმდენი მეკუთის და სულ შემთხვევა მომყავს აი რო ვლაპარაკობთ ხოლმე კაცო მარადონამ პენალტი რო გააფუჭა იუგოსლავიასთან ხო გააფუჭა კინაღა მოკვდა მოედანზე და ცხადად შტილიკემ რო პენალტი გააფუჭა მე მეგონა იმით წაიყვანდნენ ვერთფრენით კარდიოლოგიურში და რა ქვია და რო წააგებდნენ საფრანგეთის ნაკრები რო წააგო 92 წლის ნახევარფინალი რო დაეყარენ მოედანზე დღენახევარი ვერ გაყავდათ იქიდან შემდეგ ითამაშა ვერ ითამაშეს მესამე ადგილი იმდენად განადგურებული იყვნენ ვინც ითამაშა ისინი ვერ გამოვიდნენ წესიერად და ეხლა მეოთხედ ფინალში ხარ, რაღაც კარგი გუნდი ხარ, ყველა ტოპ გუნდებში თამაშობ და საჭი დასტვენილი არა აქვს რომ 1-0 წააგ, ჯერ 1-0 წააგებ და არ უტევს. რაღაცა პასები და სასწრებს მიცემს წააგეო და კისრის ტეხის გარბის გასახდელში ვერ მიასწრებს ისა რა ქვია, უსაინ ბოლტი რომ გააკიდო ვერ მიასწრებს და აი ეს დაიკარგა ხო ხვდებით რა რომ ის ტირილი აღარ მინახია, დავარდნა აღარ მინახია ერთმანეთს მეტოქეები ერთმანეთს წამოაყენებდნენ, მაისურებს გაცვლიდნენ. ჯერ რა არის ეს კოვიდი იყო თუ რა იყო? რატო უნდა აკრძალო მაისურის მოედანზე გაცვლა? გამაგებინე რა. რამდენი ისეთი კადრი ჯერ შოთამ და აჩიმ რომ ბრედა და აიაქსში გაცვალეს მაისურები, ის კადრი მიიღეს თელმაგათ ერედივიზიონში თამაშ რადგანან ერთმანეთის მაისურებით. რამდენი ცნობილი ფეხბურთელი ცვლიდა მაისურს და ხელი-ხელ გადახურული დარბოდნენ მოედანზე. რატო არ უნდა ვნახო? რა არის? ამაში ასაკრძალი რა იყო? ეხლა ჩელსის მწვრთნელმა თქვა რომ მოიგო ტურნირი, ეხლა მოგებაზე მეტად სამკვირიანი შვებულება მიჩვენია ეხლა. ხო, არა, არ გაგიგი, ეგეთი რაღაცები. კი, არა ესეა და ამიტომ უნდა ჩაატარო მე იცი როგორ კიდე მასაც ხვდები მე რომ ის რა ქვია სხვა დროს ვერ პოულობენ ამხელა ტურნირის ჩასწრებას, მაგრამ ნახე რა არის სატრანსფერო ფანჯარაა მაგ დროს, ხო? ვიღაცას ეშინი, ვიღაცა ფეხს უფრთხილდება, იმიტომ რომ კონტრაქტია გასაფორმებელი ეს. ანუ ძალიან ბევრი ნუანსია და სუარე ფეხბურთება. ბევრი ნუანსია. ნახე, ეხლა უყურე, მადრიდის რეალში მე იმას ვიღაცის პროფესიონალიზმი ამას უძლებს და იტანს, ვიღაცას არა. მაგალითისთვის გეუბნები, ლუკა მოდრიჩი წასულია მადრიდის რეალიდან იმ დროს, როცა თამაშობს ტურნირს. მილანში აქ უკვე გაფორმებული ქონდა კონტრაქტი თუ არა, ოღონდ კიდევ თუ არ ქონდა კიდევ უარესი. ანუ აქედან წასულია და ხომ წავიდეს იქ და ვიღაცა ფეხი რომ მოატეხოს იმაში დარჩება სახში, ხო? ანუ ძალიან ბევრი ნუანსია.
რომელიც კომერცია უნდა გაითვალისწინო იმისთვის, რომ ეს დახვეწო და კარგი, თორე იდეაში ძალიან კარგი ეს არის, რა ქვია. ეს ახლა 32, ანუ ფაქტორად თვითონ ის გეუნება ხო საკლუბო ჩემპიონატი ხო ტარდებოდა ისე და ჩემპიონატ 100 ერქვა ხო თუ არ ვწდები თუ რა. საზაფხულო ჩემპიონატი ინტერნეშნალ ეს რა ქვია. იგივე იყო თითქმის რა. ეხლა იწყება უკვე სეზონი, განახლდება უკვე ჩემპიონატები და ვინ მიგაჩნიათ წლევანდელი წლის ფავორიტებად. და სილკის სამომავლო გეგმებზე თუ შეგიძლიათ რო გითხრათ ერთ-ერთი. ისე გეგმები ჩვენ სილკში დიდად არაფერი არ გვეცვლება, იმიტომ რომ ეს მრავალწლიანი კონტრაქტებია გაფორმებული და შესაბამისად არაფერი განსაკუთრებული ცვლილება არ იქნება. თქვენი წაყვანილი ცოცხალი არის ჩემი ფავორიტი გადაცემა და ცოცხალი იქნება. კი, ცოცხალი იქნება. 3.000 იქნება. კი ბატონო, სანაკრებო თამაშები ისე გვექნება, როგორც სამხრეთ ამერიკის, ისე ევროპის შესარჩევი. თუ კი ვინმე სადმე ნაკრებში ბურთს გააგორებს გვექნება. კი. და ის ჩემპიონატები რომელიც გქონდა გვექნება, ხო პორტუგალია ახალ რაღაცას იზენს. პორტუგალია და ერედივიზიო იწყება ახლა უკვე. ესპანეთი ორივე იზენს უკვე ზედმეტ იმას, იმიტომ რომ სპორტინგის თამაშები ჩვენ ყოველთვის გვაქვს და შესაბამისად კოჩარაშვილის თამაში გვექნება. აგერ პორტუგალიაში წავიდა ლომინაძე, არ ამგონია რომ მისი გუნდის თამაშები დიდად ხშირად მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარანტირებულად 6 თამაში ნახავთ, იმიტომ რომ როცა ამათ შეხვდება ამ გრანდებს, ან შეიძლება კიდე მეტიც მოუწიოს თუ ის გრანდები ერთმანეთში თამაშებენ და ამას ექნება რაღაცა, თქვა, წარმატებული პერიოდი, თქვა, ამ გუნდს და სხვა მხრივ საფრანგეთის თასის გვაქვს და იქაც თქვა სენ-ჟერმენის თამაშები გვექნება. გვაქვს სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები, რომლებიც ახლა შედის თქვა იმაში რა ქვია აზიის ლიგა, ანუ ჩემპიონთა ლიგა ევროპის, სამხრეთ ამერიკის და აზიის საკლუბო ტურნირები, ანუ ისევ იქნება როგორც იყო. რაც შეეხება იმას თუ ვინ ფავორიტად ვინ მიგვაჩნია, იცი რა, მე შანსს მივაჩნდა და ყოველთვის მიმაჩნია რომ მადრიდის რეალი არის, იმიტომ რომ გქონმაგობ მას და არ მინდა რომ სულ იყოს, მაგრამ ძალიან მეშინია იმისი რაც იქ ხდება. ამიტომ სენ-ჟერმენი რა თქმა უნდა გამყოლაფრის მომგები გუნდია, რა თქმა უნდა ჩემი ეს ფილოსოფია, ინგლისელები, ლივერპულით, თუმცა ცვლილებებია რა, ხა იმ ლივერპულიდან წავიდა აგერ დიასი გაუშვეს და დაიმატა თქვა ბაიერმა, რომელიც ყოველთვის რაღაც ფავორიტია, ხო? იქ დარვინი ამბობენ წავა იმაში, რა ქვია, მილანში, არ ვიცი, წავა თუ არ წავა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამათმა სხვები ისაკი, კი ბატონო, ძალიან კარგი ფეხბურთელია, იქ ჩამოიყვანეს კიდე მაგრამ კარგი ფეხბურთელი არ ნიშნავს, რომ კარგი იქნება ახალ იმ კონკრეტულ ჩემპიონატში. თორე ეხლა რა ვიცი, მე ვისაც ვქონდა ბარსელონა, ფლიკი მე არ წარმომედგენია, რომ ფლიკი ასეთ გუნდს გააკეთებდა. მე ხა თქვი რომ გულშემატკივარი არ არის ობიექტური და მეც გულშემატკივარი ვარ პირველ რიგში და ამიტომ ჩემი გუნდები ვყავს. ინგლისში ხა ცხადია ლივერპულში რახან მამარდაშვილი ხა ყველანაირად სულ ვქომაგებ, მაგრამ კანტონას სიტყვები ხშირად მახსენდება, რომ კაცმა შეიძლება შეიცვალო ცოლი, შეიძლება შეიცვალო სამშობლო, შეიძლება შეიცვალო რელიგია, მაგრამ საყვარელ გუნდს ვერ გამოცვლიო. ამიტომ მაგ პრინციპით მე ხა ინგლისში არსენალი ვარ, იმიტომ რომ ეს ვერკამპის ანრის და იმთაობის სასწაული გუნდი, წაუგებელი გუნდი, ვენგერის დახატული ფეხბურთი ყოველთვის იქნება ჩემთვის ის, რომ ინგლისში თუ ვინმეს უნდა უქომაგო არსენალი იქნება. არის სენ-ჟერმენი აგერ ბიზნესელი ცხოვრება დამცინის რატო ქომაგობო და კვარაცხელია გადავიდა და ეხა ხო არ შევეშვები, იქ მაგათკი რო არ ესპანეთში ატლეტიკო ვარ ყოველთვის და ქომაგობ ჯერ კიდევ ხესუს ხილის და რადომირ ანტიჩის პერიოდიდან, როცა ჩემპიონები გახდნენ და მილენკო პანტიჩი ყავდათ, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელი. ძეგლი დაუდგა მარბელაში. ეგ მანდ ჰოლანდიაში დიდად გამოკვეთილად არ ვქომაგობ, თუ ვინმე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ხა არის
თუ აიაქსია იმას ხომოგობ თუ PSV-ში თუ არა და იმაში ამიტომ ეს არა მაგ გამოკვეთი და იტალიაში იტალიაში არის ჩემი ყველაზე საყვარელი გუნდი მილანი და ეს შემომხედავ ეგრევე მეტყობა და აქედან გამომდინარე იქნები მიუხედავად იმისა რომ ეს ის მილანი არ არის რომელსაც მე ვქომოგობდი აჩრდილიც მაგრამ აი იმ პრინციპით რომ ერთგულება ხო ის არის უნდა დავიცვა ისევე როგორც სანაკრებო დონეზე ხა მამადას გარდა ყველაზე ჰოლანდიური გუნდი არის და მაგიტომაც ხო და მე ის ჰოლანდიის ნაკრებსაც მე რო ქომაგობდი საიდანაც დავიწყე ხა ქომაგობა ხო ბავშვი როცა ხარ ხო ვიღაცის ნათქვამით და რაღაც დაწერილით ხო არ ეწყებ შენი რაღაც აღქმებით უცბად ხვდები რომ ეს არის შენი და რატომაც მე გავხდი ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივრად იმ ფეხბურთს ესენი აღარ თამაშობენ და უბრალოდ ნარინჯისფერი მაისური მიყვარს მე მგონი და იმიტომ დავჭი მათი ქომაგი მაგრამ ესეც გამოუსწორებელია და ვიქნები ასე რა ვქნა ხო ატლეტიკოში დავეთანხმები და ჩვენ გეგმავთ იმასაც რომ ატლეტიკოს თამაში იმიტომ რომ ატლეტიკო იყო ჩემი პირველი სანამ რეალის კომანდი გავხდებოდი და იმ უბანში გადავიდოდი მადრიდის იქით ბანაკში იქ ხო დავიწყე ატლეტიკოთი და ატლეტიკოს მიმართ დღესაც მაქვს ძალიან დიდი სიმპათიები გამომდინარე მისი არგენტინული მაშინაც იმიტომ ხომაგობდი რომ არგენტინელები იყვნენ 70-იან დასაწყისში ძალიან ბევრნი თან ხისაც ეგრე და დღესაც ესეა და ამიტომ ხო და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ აი ხა ლა ლიგა მოგესწრებოდი გვაქვს და სეზონის ყველა მატჩი ატლეტიკოსი მედაბიძინა გაუწვევი რაჯურია მაგას რომ გავაკეთოთ ესეთი 11-ეული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველი ფეხბურთელების ეხლანდელი მოქმედი ფეხბურთელებიც და ძველების დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. თუ მე კარე თქვი, მე კარეს ვიტყვი. თუ გინდათ ეგრე გავაკეთოთ, თუ მამარდაშვილი ცალსახად. მამარდაშვილი. კარში ვაყენოთ მამარდაშვილი. კი, პირველ ნომერი მამარდაშვილი. და მე ვთქვა. ცენტრალური მცველი 1 უნდა ვთქვა, 1 ცხადაძე. ცხადაძე. დაიმთხო. შელია. მე დავაყენებ კალაძეს ცენტრში. ცხადაძე კალაძეს წვილი მეყოდება დაცვაში, იმიტომ რომ იქით ხონყავს დასაყენებლად. იქით ხო, კარგი. ეხლა განაპირა მცველი. კარგი, მე არ ვიცი განაპირა არის შეიძლება სამი მცველი. კაი, მაშინ მე განაპირებს დავაყენებ. ხო, კეტაშვილი, იმიტომ რომ დამოუკიდებელი ჩემპიონატი მისი გოლით დაიწყო სამწუხაროდ საკუთარ კარში, მაგრამ შეიძლება რომ დამოუკიდებელ ფეხბურთში განვიხილოთ, ხო ეგრეა? კი, რატო? ნათამაშებია და ხო, ნუ ამიტომ ვისარგებლებ მე არა კეტაშვილის ისეთი თამაშები მაქვს და მაგაზიანი იქ იყო ხარა ოლიმპიური ჩემპიონი იურიდიულად აგერ სამართლებრივ გადაცემაში ვარ მაგ უფლება რადგან დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთში უთამაშია ვაყენებ კეტაშვილს და იქით მხარეს ვაყენებ კობიაშვილს საინტერესო. ხო, მე მაშინ კალაძეს წინასწარ ბოდიშუხტი ყოველას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოტელი მიყვარს და ხა ვერ ჩავარდე ყოველას. მესამე კალაძე. სამი წელი კალაძე. კაი. მაშინ ხა ორი ვინგერი თუ რაც არის ფლანგი უნდა ჩავაბარებ ესებს. ერთ ჩავაბარებდი კობიაშვილს. და მეორე უნდა ჩავაბარო მეორე უნდა ჩავაბარო ნემსაძეს. ნემსაძეს. კობიაშვილი ნემსაძე. გასაგებია. კარგი, ეხა მე უნდა დავაყენო 4, მე მექნება 4-4-2 რა ვქნა. 4-4-2. ესე იგი მარცხნიდან ყვარა უნდა დავაყენო ყველა ვარიანტში. კინქლაძე უნდა დავაყენო, ვარიანტი არ არის 10 ნომერზე. შესაბამისად საყრდენი მყავს ეხა დასაყენებელი და დავაყენო უნდა ნემსა. საყრდენზე მინდა მე, იმიტომ რომ მე იმიტომ წავიყვანო ქრიქოჩერაშვილს დავაყენო იქა და ეხლა უნდა დავაყენო მარჯვნიდან და კი არ არის მისი ადგილი მარჯვენა მხარეს, მაგრამ ქეცბაია უნდა დავაყენო. აბა საწავიყვანო ეხლა. იქით ყვარა არის, შუაში გიოა და უნდა დავაყენო ითამაშე. კი, ითამაშე. აქეთ დავაყენებ ქეცბას. საყრდენი ნემსა არის და აი 5 სასტავარიან ჯამარა და ჩაკვეტაძე. აჰა. საინტერესო. ნეტა ეგეთი თავსათეხი ქონდეს. მე ჩაკვეტაძეს და
რამდენი დამჭა, რამდენი გასავალს. შენ დაყენებული ყავს 5. ხო, 5. 5 როგორ 6 მეკარია რა. ხო, მეკარიც შენ თავდასხმელები ხო? მე 2 თავდასხმელი დამჭა. ხო, ნუ ვიტყვი ბარემ ბიძინა აღარ არის დასამალი რა. შოთა და მიქაუტაძე. ეგ სამი მოქმედი ფეხბურთელი, ვინც ახლა თამაშობს, ეგ მოხდა. ჩვენც ხა სანამ გადაცემა ჩემში სამი მოხდა, ანუ ყვარა მამარდაშვილი და მიქაუტაძე. ხო, რა, აი მაგ კუთხით არ მიფიქრია. ისე ჩვენც ვაპარაკობთ ერთმანეთს სანამ გადაცემას და უცხოებით და სამი მოვახვედრე მეც ახლა მოქმედი. წინ დავაყენე მე, ესე იგი წინ დავაყენე ბუნებრივია შოთა და კვარაცხელია. შენ კვარაცხელი თავდასხმაში დავაყენე? ხო, მე მარცხნიდან. შოთა კვარაცხელია. ქეძბაია. ქეძბაია სად? 3 4 3 3 რამდენი გაქვს 5 4-დან ოხრა 5 გაქვს რა ვინ მენოტი ხარი პერუსან ჩაწყობილ თამაში ყველანი წინ 7 თავდასხმელი გამოვიდა და ერთი არდელესი ყავდა კინკლაძე ხო კინკლაძის გარეშე არა კინკლაძე ბუნებრივია ხა გასა კინკლაძე ყველა შემთხვევაში კინკლაძე ამიტომ 10 ნომერი კინკლაძეა უდაოდ ჩაკვეტაძე დაგვრჩა კიდე 4 კაცი ხო იძახი ყვარას და შოთას 2 ქეცბაია 1 დამჭა 1 დამჭა ქეცბაია თქო ქეცბაია დააყენა ქეცბაია ხო თქო კი ხო და ერთი თავდასხმელი დარჩა ხო? თავდასხმელი რაღაც თავდასხმელი დუბლო ეს თუ აყენებს კი არა დამჭა ესა ნახევარწველი მეცედეს 5 არა დაწი მარცხნიდან და იქნება წინ მოგულ დასაჭერად კობი აკონტროლებს წინ არის ყვარა და შოთა ხო აქეთ ნემსა და ის ხო არის რა ქვია ყვარა კი არა ქეცბაია არა ნემსა და კობი აქეთ არიან შუაში არის ყვარაცხელია და შოთა ეხა შენ ეგრაც დაასახლე ხა 4 კაცია კიდე დასამატებელი ქეცბაია სამატები კინკლაძე სამატები ჩაკვეტაძე სამატები კი და ერთი დამჭა მეთქი მაგას გამი და უნდა დავაყენო ან მიქაუტაძე და ან ქოჩორაშვილი მიქაუტაძე თუ დავაყენეთ იქნება სუპერ შემდგომ მაშინ ახლა ყველა შემტევი იქნება მაშინ ქოჩორაშვილი ან წუთერიც თქვა და იგი დამოუკიდებელიდან ხო დამოუკიდებელი ნუ ვინ საქართველოს გონია მაშინ ესე თქვა ვინც ყოფილა თუნდაც უცხოელი ჩივაძე იქ გაცვლიდა თქვენ ქართველი ჩივაძე მე ჩივაძე და უცხოელს დავაყენებთ მე დავაყენებ იოშუშაკს თუმცა ხა ვისანიული არა ხო რა ეს ხო რაღაც ჩვენი ხო რა თქმა გემოვნება და მოსაზრება მე ჩვენ მეგობრობდი ძალიან უპერთან რა ყველა თამაშს აღგოდა ხა და მე მიმაჩნია რომ ამ დონის მსვლას საქართველოში არ უმუშავია მაგრამ ეგ დაასახელა ვალენსიას ხო მაგრამ ეგ უნდა დასახელდეს იქ ხო ისე რა არის მან კიდე ძალიან ბევრი მომენტია ძალიან დაუფასებელი იმიტომ რომ ის სამშაბათობა რო დაიწყო მაგრამ ეგეთი რამ ქართული ფეხბურთის არ გაუკეთებია არც ერთ ფსორს ნაკრების და ამდენი ხანი საქართველოში არც ერთ კაცს არ უცხოვრია რამდენიც დასეირნობდა აგერმანში რა ქვია ვაკეში მოერგო ქართული მას ხო მაგრამ ნუ ხეთ იმ შემადგენლობით და იმ კონტინგენტით რომელიც მას ყავდა მაშინ საკმაოდ რთული იყო წარმატებების მიღწევა კი ბატონო, ნელ დავასრულეთ ხა თქვენთან ფეხბურთზე ლაპარაკი დავასრულოთ შეგვიძლია, იმდენად საინტერესო არის, მაგრამ აღარ გვაძლევს დრო ამის საშუალებას. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთან სტუმრობისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მეც შევერთები, მადლობა. პირადად მე ძალიან ვისიამოვნე თქვენი მოსმენით და დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც სიამოვნებას მიიღებს. წარმატებები ჩვენ ხეცით მე აწევ სიგუნა უყურო თქვენს გადაცემს, იმიტომ რომ მე თუ დამაინტერესა იმაში რა ქვია. თქვენ სფეროში მესოდენება ვის მიმართო და სად მოვიდე, იმიტომ რომ ის საკითხი სასწრაფო. დიდი მადლობა მოწვევისთვის.